საღამოშვიდობის 13 იანვარს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღის ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გიყვებით BMG-ს გუნდის წევრებთან ერთად. 2025 წელს საქართველოს ექსპორტი რეკორდულ 7 მილიარდ 300 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. წლიურ ჭრილში მატება 11%-ია. უშუალოდ დეკემბერში ექსპორტი 22.5%-ით 673 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრემიერის 25 დეკემბრის დადგენილებით საქართველოს მიერ გაზპრომისგან შესაძლებლად ბუნებრივი აირის ღირებულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გასაჯაროვდა. განკარგულების მიხედვით დოკუმენტის დანართი კომერციული საიდუმლოება, თუმცა ამის მიუხედავად ეს დოკუმენტი დანართთან ერთად იყო ხელმისაწვდომი. რუსულმა გაზპრომმა 2025 წელს საქართველოში გაზის მიწოდება 40.4%-ით გაზარდა. ამის შესახებ კომპანია Telegram არხზე წერს. კომპანიის ინფორმაციით ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში მიწოდება 22.2%-ით გაიზარდა. დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ბიზნესს 2025 წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით 2.952.000 ლარის ჯარიმა დაეკისრა. კანონის გამკაცრებამდე ხაზინაში ამ მუხლით გადახდილი ჯარიმიდან მხოლოდ 1600 ლარი იყო შესული. IT სექტორის სწრაფი ტემპებით ზრდას აგრძელებს. ოფიციალური სტატისტიკით საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 2025 წლის 9 თვეში 791 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 66%-ით, ანუ 316 მილიონი დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალქალაქი კარწახის და ახალციხე ნინოწმინდის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აკრძალვა თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო დაწესდა. მათი ინფორმაციით, დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 2025 წელს საგარეო ვაჭრობის უარყოფითი ბალანსი შემცირდა. გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 11.2%-ით 7 მილიარდ 300 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. საქსეთის წინასწარი მონაცემებით 2025 წელს იმპორტი 9.7%-ით 18.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25 მილიარდ 800 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო სალდო მინუს 11 მილიარდ 200 მილიონი დოლარი დაფიქსირდა. უარყოფითი სავაჭრო სალდო მთლიანი ბრუნვის 43.5%-ს გაუტოლდა. საქსტატის მონაცემებით 2024 წელს უარყოფითი ბალანსი მთლიანი ბრუნვის 44% იყო. 2025 წელს კი 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2023 წელს უარყოფითი ბალანსი ბრუნვის 43.9%-ს გაუტოლდა. საქართველოს უარყოფითი დაბალი სავაჭრო ბალანსი 2022 წელს 41.6% ჰქონდა, 2021-ში 40.8%, 2020 წელს 41.3% და 2019 წელს 43%. დაგუჯდება რუსული გაზის შესყიდვა. მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განკარგულების საიდუმლო დანართები გასაჯაროვდა რამდენიმე საათით, რომელიც გაზპრომისგან შესაძლებლად ბუნებრივი აირის ღირებულებას ეხება. ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ დოკუმენტი ხელმიუწვდომელი გახდა. პრემიერ-მინისტრის 25 დეკემბრის 2212 განკარგულების დანარჩი განსაზღვრული არის გაზპრომისგან შესაძლებელი ბუნებრივი აირის ფასი. კონტრაქტის მხარე გაზპრომ ექსპორტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რომელიც თავის მხრივ ბუნებრივ აირს სოკარ ჯორჯია გაზზე ყიდის, რომელიც ქვეყნის უმსხვილეს გაზგამანაწილებელ კომპანიას წარმოადგენს. საქართველოს რუსულ ბუნებრივ აირში 1000 კუბურ მეტრში დაახლოებით $185 იხდიდა ეს. BMG 2024 წელს საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით დათვალა, თუმცა უშუალოდ მთავრობის მხრიდან აღნიშნული ინფორმაცია არ იყო გასაჯაროვებული. ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციას დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია. რაც შეეხება საჯარო მონაცემებს, გაზპრომის ინფორმაციით 2025 წელს საქართველოში გაზის მიწოდება 40.4%-ით გაიზარდა. კომპანიის ინფორმაციით, ჩარშან პირველად ისტორიაში გაზპრომმა ჩინეთს მეტი გაზი მიეწოდა ვიდრე ევროპას და ამავე დროს ის აგრძელებს ექსპორტის ზრდას ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში. კერძოდ კომპანიამ ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში რუსული გაზის მიწოდება 22.2%-ით, საქართველოში კი 40.4%-ით გაზარდა. რა მოცულობა
ხმელეთის გაზი შემოვიდა რუსეთიდან ოფიციალურად ეს უცნობია, თუმცა CEMEC-ის მონაცემებით 2024 წლიდან რუსული გაზის იმპორტი მუდმივად მზარდია. მაგალითად 2024 წელს იმპორტი ჩრდილოეთიდან 32%-ით 788 მილიონ კუბურ მეტრამდე იყო გაზრდილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2025 წელს ზრდა 40%-ს აღემატებოდა, გამოდის, რომ გასულ წელს საქართველომ გაზპრომისგან 1,100 მილიონი კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის გაზი მიიღო. 2024 წლის ანგარიშში CEMEC-ი მიუთითებდა, რომ რუსეთიდან ბუნებრივი გაზის მიღების შედარებით მაღალი მაჩვენებელი განპირობებული არის ქვეყნის შიგნით ბუნებრივი გაზის გაზრდილი მოხმარებით, კერძოდ პიკური დღიური მოხმარების 15-18 მილიონი კუბური მეტრის ნიშნულზე არსებობით. აზერბაიჯანის მხრიდან ბუნებრივი გაზის მიღების წერტილების დაკორექტირებული სიმძლავრეები ვერ უზრუნველყოფდა შიდა მოხმარების სრულად დაკმაყოფილებას და საჭირო ხდებოდა დამატებითი ბუნებრივი გაზის შემოტანა. IT სექტორის სწრაფი ტემპებით ზრდას აგრძელებს ოფიციალური სტატისტიკით საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 2025 წლის 9 თვეში 791 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 66%-ით, ანუ 316 მილიონი დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია. ეს მაჩვენებელი მთლიანად 2024 წლის შედეგს აღემატება. IT სექტორის მწარმოებლები ზრდის კონკრეტულ მიზეზებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოში შექმნილი IT პროდუქტებზე მოთხოვნა არის მზარდი. სპეციალისტების ნაწილს კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების სექტორის მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები აქვთ. რა განაპირობებს სექტორის მზარდ მაჩვენებლებს და რას ითხოვენ ამ დარგის წარმომადგენლები? დეტალები სიუჟეტში ვნახოთ, რომელიც მუცაშუბაშვილმა მოამზადა. 2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ უკვე 2025 წელს კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების სექტორმა კვლავ მაღალი ზრდის ტემპი აჩვენა და მხოლოდ 9 თვეში სექტორის საგარეო, ანუ მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 66%-ით რეკორდულ 791 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი კი მთლიანად 2024 წლის შედეგს აღემატება. დარგის წარმომადგენლების გათვლებით, წლიურ ჭრილში სექტორის შემოსავლების მოცულობა სავარაუდოდ $1 მილიარდ გადააჭარბებდა. ICT ასოციაციის სამართალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუკი 2022-2023 წლებში სექტორის მკვეთრი ზრდა ძირითადად რუსეთიდან და ბელარუსიდან მიგრაციულ ბუმს უკავშირდებოდა, ამჟამად დარგში უკვე ბუნებრივი ზრდა ფიქსირდება. კომპანიებში აღნიშნავენ, რომ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოში შექმნილ IT პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია. პირველი ფაქტორი არის, რომ ბაზარი გაჯერდა 24-23 შემდეგ და მიგრანტების ეფექტის შემდგომ უკვე ადგილობრივი თქვათ ტალანტებით წამოიზარდნენ და დაიწყო დასაქმება ადგილობრივი ტალანტის. ამასთან ერთად მეორე ფაქტორად შეიძლება იყოს არის ის, რომ იმ კომპანიები, რომლებიც გადმოვიდნენ საქართველოში, მათი ექსპორტი გაიზარდა, მათი მომსახურება გაიზარდა და მოგეხსენებათ, ძირითადად ჩვენი სექტორი დამოკიდებულია ექსპორტზე. ჩემი მოლოდინია, რომ 2025 წელი მოცულობით გადაასწრებს თქვათ იგივე იმ რეკორდულ 23 წელს და ეს არ იქნება თქვათ ის ეფექტის ანუ ის თქვათ მიგრანტები ომის გამოწვეული ეფექტი კი არა, უკვე იმითი რომ ეკონომიკის თქვათ დასტაბილურებით ეკონომიკაში სექტორის დასტაბილურებით იქნება გამოწვეული და იმ ბუნებრივი ზრდით, რომელიც უკვე ჩვენი ქვეყნის პოტენციალი განაპირობებს. ჩვენი შემოსავლების დინამიკა იყო მზარდი, რაც სამი ფაქტორით იყო განპირობებული. პირველი ფაქტორი ეს იყო, რომ ჩვენი კლიენტების ბიზნესები გაიზარდა, შესაბამისად მათგანაც დაკვეთები გაგვეზარდა. მეორე მიზეზი იყო ჩვენს მიერ სიახლეების დანერგვა, კერძოდ ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების შექმნა და შეთავაზება ბაზრისთვის. და მესამე მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ფაქტორი იყო საექსპორტო ბაზრების კიდევ უფრო კარგად ათვისება. სახელმწიფო პროგრამების დახმარება უნდა აღინიშნოს ამ კუთხით, აწარმოეს საქართველოში კონკრეტულად. გასული წლის შემოდგომიდან უცხოელი IT სპეციალისტებისთვის ბიდადრობის ნებართვა დაინერგა, რაც თავად სექტორის მხრიდან დარგის განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად სახელდებოდა. თუმცა, როგორც დარგობრივ ასოციაციაში აცხადებენ, პრაქტიკა მაჩვენა, რომ შესაბამისი ნებართვის მიღების პროცესი საკმაოდ ბევრ ბიუროკრატიას უკავშირდება, რის გამოც ჯერჯერობით ცვლილებას მოსაოდნელი ეფექტი არ ქონია. IT სექტორის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ კვლავ გამოწვევად რჩება საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიების და ქართული საწარმოების დაბეგვრის განსხვავებული
რეჟიმი. აღნიშნულ რეფორმის შემოღებას ჩვენ როგორც კომპანიები დიდი ხანია ვითხოვდით და ის აღმოჩნდა სექტემბერში. ჩვენ უკვე მუშაობთ იმაზე, რომ ამ ცვლილებებზე ამ რეფორმაზე გარკვეული ცვლილებებით შევიტანოთ, იმიტომ რომ რაღაცა ბიუროკრატიული დოკუმენტაციებიდან გამომდინარე ისეთი მიუზიდველი არ აღმოჩნდა ადამიანებისთვის, გამომდინარე რომ ითხოვენ საკმაოდ ბევრ დოკუმენტაციას, რომელიც წარმოდგენაც ცოტა რთული არის დღევანდელ რეალობაში, ამიტომ ჩვენ მუშაობთ, რომ შევიტანოთ ცვლილებები და უფრო გამარტივდეს აღნიშნული ვიანდრობის მოწმობის მიღება. გამოწვევად ისე რჩება ცოტა დაულაგებელი, ასე ვთქვათ, საგადასახადო სისტემა IT კომპანიებისთვის, კერძოდ ის, რომ შეღავათები, რომლებიც დაწესებულია საერთაშორისო კომპანიის სტატუსზე, არ ვრცელდება ქართულ კომპანიებზე, საქართველოს შიგნით მიწოდებაზე კონკრეტულად. აი ესე მაგალითად, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან დეველოპერების დასაქმება ბევრად უფრო მისაღებია და რენტაბელურია ჩვენთვის ქართული კომპანიების მომსახურებისთვის. ვიდრე ის, რომ ქართველები დავასაქმოთ და ქართველებს მოვიმსახუროთ. IT სექტორის ზრდის პარალელურად მზარდია მისი წელი ქვეყნის ეკონომიკაში. გასული წლის 9 თვის მონაცემებით ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში სიდიდით მეოთხე ადგილს იკავებდა და ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 8.2% ეჭირა. IT სექტორის მკვეთრ ზრდასთან და მის გავლენაზე რეალურ ეკონომიკაზე კვლავ კითხვის ნიშნები რჩება სპეციალისტების ნაწილს, მით უფრო იმ ფონზე, რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოები არაერთი საგადასახადო შეღავათით სარგებლობენ. კითხვა რომ დავსვათ რა წილი არის აი ამ ასე ვთქვათ შემოსავლებში წილი რელოკანტების რა წილი არის software-ის რა წილი არის call center-ების რომელიც ასევე შეიძლება IT-ით იყოს დარეგისტრირებული ხო ან რა წილი არის gambling-ის რა წილი არის ტელეკომის შესაძლებელია იყოს რომ უბრალოდ ქართული იურისდიქციაშია მაგრამ ფიზიკურად ფრილანსერები ყავს მთელ მსოფლიოში და ანუ ის ეფექტი რომ აქ ხა ცხოვრობს გადასახადს იხდის და კაფეში დადის და ანუ მეორადი ინვესტირება ხდება ასე ვთქვათ გაძლიერება ხდება სხვა ინდუსტრიებისაც შეიძლება ეს ეფექტი არ არის ეს გასაანალიზებელია მონაცემებია ამიტომ საჭირო მეორე მხრივ თუ ეს მონაცემები მართლაც ისაა რაც ამბობენ და სანდოა ეს ნიშნავს იმას რომ საკმაოდ არასტაბილურია მაინც ბაზარი იმიტომ რომ როცა ეს წლის განმავლობაში ეს რყევებია ეს მიანიშნებს რომ ჯერ კიდევ არ არის დასტაბილიზირებული ძირითადი მაჩვენებელი ისევ არის ასე ვთქვათ ნედლი მოკლედ აუთსორსინგი ტვინების მიწოდება რაც როგორც ადრეც ბევრჯერ აღვნიშნავს არის საკმაოდ დაბალმარჟიანი და არასტაბილური შემოსავლების ზრდასთან ერთად მზარდია IT სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც. თუ კი ეს დარგი 2022 წელს 39000 ადამიანს ასაქმებდა, უკვე 2025 წელს ამ რაოდენობამ 52500 მიაღწია. ხარობამ 2026 წლისთვის საჯარო სკოლებში ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის და შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობები განსაზღვრა და პრემიერის ხელმოწერებით დადგენილებით ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობა 2025 წელთან შედარებით გაიზარდა. ის დამოკიდებული არის როგორც სკოლის მოსწავლეთა რაოდენობაზე, ისე ლოკაციაზე, მაღალმთიან დასახლებებში დაფინანსება გაზრდილი ტარიფით განისაზღვრება. სახელმწიფო დამატებითი კოეფიციენტებით აფინანსებს სპეციფიკურ საჭიროებებსა და რეგიონულ ფაქტორებს. არაქართულენოვან სექტორებში მაგალითად ვაუჩერი იზრდება 1.16 კოეფიციენტით. მაღალმთიან რეგიონებში სკოლები დამატებით 1.5 კოეფიციენტს იღებენ. სოფლის სკოლებში გამოიყენება 1.3 კოეფიციენტი. მრავალშენობიან სკოლებში რეორგანიზაციის შედეგად რამდენიმე შენობაში განთავსებული სკოლების დაფინანსება 1.14-დან 1.35-მდე კოეფიციენტით არის გაზრდილი. ხარობის კიდევ ერთი დადგენილების მიხედვით საჯარო სკოლებს დამატებითი დაფინანსება გამოეყოფათ სამედიცინო კაბინეტების ფუნქციონირების, სასკოლო უსაფრთხოების და ბილინგვური განათლების მხარდაჭერისთვის. დადგენილების თანახმად სამედიცინო კაბინეტს ამ პუნქტის ფუნქციონირებისთვის შერჩეულ საჯარო სკოლებს ძირითადი დაფინანსების გარდა ყოველთვიურად დამატებით თანხა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პერსონალის ანაზღაურებისთვისაც გამოეყოფათ.
კერძოდ სკოლის ექიმის ანაზღაურება 960 ლარით არის განსაზღვრული, აქამდე 800 ლარი იყო ამ მიმართულებით გამოყოფილი, ხოლო სკოლის ექთნის 800 ლარით განისაზღვრა, როცა იყო 670 ლარი. ამ თანხებს დაემატება საპენსიო შენატანი დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით. ამავე დადგენილებით იმ საჯარო სკოლებს, სადაც მანდატური სამსახური არ ფუნქციონირებს, ყოველთვიურად 150 ლარი გამოიყოფათ სასკოლო ტერიტორიაზე უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე უფლებამოსილი პირის შრომის ანაზღაურებისთვის. ასევე გათვალისწინებული არის საპენსიო შენატანი დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით. დამატებით დაფინანსება განისაზღვრება არაქართულენოვან საჯარო სკოლებსა და სექტორებში ბილინგური განათლების დანერგვის მიზნითაც. სამინისტროს მიერ შერჩეულ სკოლებს ბილინგური სწავლების სპეციალისტის შრომის ანაზღაურებისათვის ყოველთვიურად 1130 ლარი აქვთ გამოყოფილი, რაც ასევე დაემატება საპენსიო შენატანს. კერძო საპენსიო სქემების განვითარება დამატებით სტიმულირებას საჭიროებს, ამბობენ კერძო სადაზღვევო კომპანიები, რომლებმაც აქტივების მმართველ კომპანიებთან ერთად ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ კანონით ინდივიდუალური საპენსიო სქემის დაფუძნება და რეგისტრაცია შეუძლიათ განახორციელონ. ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ ახალი კანონი სრულად ძალაში 2025 წლიდან შევიდა. ეკონომიკის სამინისტრო მაშინ განმარტავდა, რომ ის ახალ შესაძლებლობებს მისცემდა როგორც მოქალაქეებს, ისე ფინანსურ ინსტიტუტებს გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელებისთვის. დღეს სადაზღვევო კომპანიებში თქვეს, რომ პროდუქტის განვითარება და მომხმარებლისთვის მისი შეთავაზება ნაკლებად მიმზიდველია. რა დამატებითი სტიმულირებაა საჭირო კერძო საპენსიო სქემების გასავითარებლად? ეკა გაზდელიანის სიუჟეტი ვნახოთ. კერძო საპენსიო სქემების შეთავაზება სადაზღვევო სექტორისთვის ახალი წესებითაც უინტერესო მიმართულებაა. არადა ამ მიმართულების განსავითარებლად ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ კანონში ეკონომიკის სამინისტრომ ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების შემუშავებაში ჩართული იყო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური და აზიის განვითარების ბანკის ექსპერტები. კერძო საპენსიო პროდუქტების განვითარების საკითხი საქართველოს 2023-2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიაშიცაა შესული. თუმცა დღეს კერძო სექტორი აცხადებს, რომ სადაზღვევოებისთვის ეს პროდუქტი ნაკლებად მიმზიდველია. მიუხედავად გარკვეული რომელიც ახალი კანონით კერძო საპენსიო სქემებს განისაზღვრათ, სავალდებულო დაგროვებითი პენსიის პარალელურად კერძო ფონდებში თანხების შეტანის რესურსი დაზღვევის კავშირის შეფასებით მოსახლეობაში არ არსებობს. ეს მიმართულება სრულად სახელმწიფოს აქვს ათვისებული. ამასთან სადაზღვევოებს არც შესაბამისი ფინანსური ინსტრუმენტები გააჩნიათ და აკუმულირებული თანხების მიტანა სავარაუდოდ ისევ ბანკებში მოუწევთ. არასახელმწიფო დაზღვევა რო გახდა სავალდებულო, ამან კერძო სადაზღვევოების ინტერესი თუ კიდევ ვინმე შევეკონდა მთლიანად გაანომა. სახელმწიფომ დაიწყო უკვე 2+2+2 კეთება, ხო? ამას კერძო მართავს თუ სახელმწიფო მართავს, ნებისმიერ შემთხვევაში მსგავსია ერთმანეთის. და რაც უფრო დიდია ფული, მით უფრო კარგად იმართება. და ეხლა 8 მილიარდზე და 6 მილიარდზე დაწევა კერძო სადაზღვევო კომპანიებს თავისი 6 მილიონით, რა კანონიც არ შეიცვალოს, ვერასოდეს ვერ იქნება. თუ ეს მასიური არ არის, აზრი არ აქვს, ორ კაცს რო შეუძლია რაღაცა ფული დააგროვოს. მასიური ვერ იქნება, იმიტომ რომ სახელმწიფო უკვე ართმევს 2+2+2 და ბ ჩვენ ხედავთ პარამეტრებით, რომ საკვებისა და მედიკამენტის უზრუნველყოფა უწვის მოსახლეობას და მისი გრძელვადიანი დაბადების ნაწილი ამ სიაში შეიძლება იყოს 50 ადგილად. თან არის კონკურენტი პირდაპირ შექმნილი. პირობოდა გიგანტი და ასე ვთქვათ, იმას ვერ აცილდები ვერანაირად. ამიტომ სახელმწიფოს ნაწილში თან სავალდებულოების და უალტერნატივობის ნაწილში მეტი დაგროვების რესურსი ჩემი აზრით აღარ არსებობს. ნებაყოფლობითი კერძო პენსია მესამე საფეხურის დაგროვებით პენსიებს მოიცავს. ეს სისტემა სავალდებულო დაგროვებითი სახელმწიფო პენსიისგან გამიჯნულია. მისი მთავარი მახასიათებელია ის, რომ მასში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეების და რეზიდენტი პირების ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებაა. ახალი კანონით, რომელიც სრულად 2025 წლიდან შევიდა ძალაში, კერძო დაგროვებითი საპენსიო სქემა გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან წლიურად 6000 ლარამდე შენატანზე. ასევე საპენსიო აქტივებიც გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან. თუმცა როგორც სადაზღვევო კომპანია GPI-ში აცხადებენ, ის შეღავათება რაც კერძო დაგროვებითი საპენსიო სქემებისთვისა გათვალისწინებული არასაკმარისია. GPI ჰოლდინგი, რომელიც 2001 წელს დაარსდა როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი საქართველოში, განმარტავს, რომ კომპანიის საპენსიო ფონდი ძველი ბენეფიციარებით განაგრძობს საქმიანობას, თუმცა ეს პროდუქტი საბანკო ანაბართანაა კონკურენციაში და კერძო საპენსიო სქემები გრძელვადიანი დაგროვების შესაძლებლობას აღარ იძლევა. საჭიროა დამატებითი სტიმულების არსებობა. დაინტერესება ამ მიმართულებით საქართველოში ნაკლებია ძალიან, ხოლო
ჩვენი ძველი ისტორიული კლიენტები ანხორციელებენ დღესაც ამ მიმართულებით საპენსიო დანაზოგების განხორციელებას, მივესალმებით იმას, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს ამ მიმართულებაში, რაც მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენ კიდევ განვავითაროთ ეს კერძო საპენსიო ფონდები და უფრო ხელშესახები ბენეფიტები შევთავაზოთ იმ ადამიანებს, ვინც შეძლებენ კერძო საპენსიო ფონდში ჩართვას. დღეს დაბალი პროცენტია და ფაქტობრივად გამოდის, რომ ჩვენ და ბანკის ანაბარი ვართ კონკურენციაში და ეს ფიზიკურად ვერ იქნება გრძელვადიანი დაგროვების წინაპირობა. ამისთვის მნიშვნელოვანია გარკვეული ცვლილებების განხორციელება, რაც მოგცემს საშუალებას, რომ უფრო მეტი პროცენტი დავარიცხოთ გრძელვადიან მომხმარებლებს. ახალი წესებით კერძო საპენსიო სქემა რეგისტრაციას და ზედამხედველობას ექვემდებარება. პასუხისმგებელი დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურია, მან უნდა შეამოწმოს კანონთან შესაბამისობა და ყველა საპენსიო სქემის რეესტრი აწარმოოს. მიუხედავად სადაზღვევო სექტორის გამოთქმული მოსაზრებებისა, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში მიაჩნიათ, რომ სადაზღვევო კომპანიებს და აქტივების მმართველებს შესაძლებლობა ექნებათ ამ ტიპის სქემებით მოსახლეობის მაღალანაზღაურებადი ნაწილი მოიზიდონ. ამისთვის სამსახურმა 18 კანონქვემდებარე აქტი მოამზადა და შეიმუშავა. კიდე ერთი რომ მიიღო მონაწილეობა, ცხადე შემოსავლები უფრო მაღალი უნდა კონდეს, რომ შენ ეს ყველა ხარჯების მერე კიდე რაღაც დანაზოგი გადადო ამისათვის, მაგრამ გარკვეული კატეგორიის ხალხს ეს შეუძლია, გარკვეულ სამსახურებში მაღალი ხელფასებია, გარკვეული მიმართულებები და იმ სამსახურებში ცხადია ეს შესაძლებელი იქნება, ვისაც შეუძლია კანონმდებლობით მინიჭებული აქვს უფლება, ეს არიან სადაზღვევო კომპანიები და ასევე შეუძლია სხვებმაც შექმნან, მაგრამ მათ უნდა აქტივების მართვაზე უნდა კომპანია საინვესტიციო ჯგუფი უნდა დაიქირავონ, ვისაც ნებართვა აქვს მიღებული აქტივების მართვაზე ეროვნული ბანკიდან. ეხლანდელი მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ ორი სადაზღვევო კომპანიას ჰქონდა და ამას გააგრძელებს მომავალი წლიდან ეს ყველა საბუთი ნებართვები და ასე ვთქვათ ჩვენგან მიეცემა სავარაუდოდ, იმიტომ რომ უკვე მათ პრაქტიკა არსებობს და ასევე საქაერო ნავიგაცია ესეთი ძლიერი კომპანია, რომელსაც ჰქონდა და ასევე ის გააგრძელებს, მაგრამ რამდენად საქაერო ნავიგაცია, როგორც კანონში არ არის სადაზღვევო კომპანია და მას თვითონ ვერ მართავს, რამდენს ვიცი, მან უკვე ტენდერიც კი ჩაატარა და დღეს ერთს ან რამოდენიმე, ვისაც აქვს ამის უფლებამოსილება, მიანიჭებს, რომ მისი აქტივები მართოს. ამ დროისთვის კერძო დაგროვებითი საპენსიო ფონდების ჯამური მოცულობა 52 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან უმსხვილესი 45 მილიონიანი ფონდის ოპერატორი სახელმწიფო კომპანია საქაერო ნავიგაცია, რომელიც საკუთარ თანამშრომლებს დაგროვებით პენსიასაც სთავაზობდა. ახლა კი ამისთვის აქტივების მართვის კომპანია დაიქირავა. ასევე საპენსიო ფონდს მართავს ალდაგი, რომლის ფონდის მოცულობა 5.2 მილიონ ლარს შეადგენს. GPI ჰოლდინგის მიერ მართული კერძო საპენსიო ფონდის მოცულობა კი 1.9 მილიონი ლარია. უძრავი ქონების სექტორში ტოკენიზაციის პროცესის დანერგვა იგეგმება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერის და კომპანია პრიპკოს დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრისას ამ საკითხზე მემორანდუმი გაფორმდა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 56 ყოველწლიური შეხვედრა დავოსში 19-23 იანვარს გაიმართება და მთელი მსოფლიოდან მთავრობების, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წამყვან ლიდერებს გააერთიანებს. წლევანდელი შეხვედრის თემაა დიალოგის სული. ინფორმაცია იქნება თუ არა საქართველოსთან დელეგაცია ფორუმზე მთავრობის ადმინისტრაციიდან ჯერ დადასტურებული არ არის. 2026 წლისთვის საჯარო სკოლებში ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივების და შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობები გაიზარდა. პრემიერის დადგენილებით, რომელიც ძალაში 12 იანვრიდან შევიდა, მატება შეეხება როგორც მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით განსაზღვრულ ბიუჯეტს, ისე ლოკაციის მიხედვით. ვიზიერმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით ფრენები გააუქმა. მომხმარებლებისათვის ამ მარშრუტზე სამგზავრო ბილეთების შეძენა ხელმიუწვდომელია. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, TNET-სა და TBC ბანკ შორის სავარაუდოდ არსებული ექსკლუზიური შეთანხმებით კანონის დარღვევა არ დადასტურდა. აბუ-დაბიში მყოფი საქართველოს პრემიერი ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია დამაკ პროპერტისის დამფუძნებელს ჰუსეინ საჯვანი შეხვდა. ამ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალმაჩვენებლებზე იყო და არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი საინვესტიციო კომპანიების საქმიანობაზე საქართველოში. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია აღნიშნავს, ითქვა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შესახებ და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს. მათ შორის სტუმარ მასპინძლობის და უძრავი ქონების სექტორში ინვესტირების მიმართულებით
არსებული პოტენციალი და ტურიზმის სექტორის ზრდის დინამიკა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოითქვა ორმხრივი ინტერესი სამომავლო თანამშრომლობაზე. გამაკ ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში სასტუმროების და უძრავი ქონების მოწინავე დეველოპერულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც 15 ქვეყანაში ოპერირებს და რომლის წლიური შემოსავალიც $4 მილიარდ აჭარბებს. დასაქმებული ჰყავს 4000-ზე მეტი თანამშრომელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საემიროების უმსხვილესი კორპორაციის დამფუძნებელთან. კორპორაცია თავისი არსით უმსხვილესი მოთამაშეა ადგილობრივ ისევე როგორც საერთაშორისო ბაზარზე, დეველოპერულ ისევე როგორც სტუმართმასპინძლობის სექტორში. შეხვედრაზე ჩვენ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ დეტალურად გვემსჯელა იმ მიმზიდველობის შესახებ, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს უშუალოდ საინვესტიციო კუთხით. არაერთი სექტორი განვიხილეთ, სადაც შესაძლებელია ჩვენ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელება და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ჩვენ გვექნება კიდევ ერთი წარმატებით დასრულებული მოლაპარაკება, რომელიც წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას. უძრავი ქონების სექტორში ტოკენიზაციის პროცესის დანერგვა იგეგმება. ეს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი და მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით ირაკლი კობახიძე კომპანიის პრიპკოს დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს ამირა საჯვანის შეხვდა და ამ თემაზეც იყო მასთან საუბარი. შეხვედრის შემდეგ კი კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია პრიპკო არის დუბაის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია დიმაკის შვილობილი. პრიპკოს ვებგვერდის ინფორმაციით კომპანია არ არის პირდაპირ ტექნოლოგიური კომპანია და მათი სერვისები ძირითადად უძრავი ქონების იპოთეკა, უძრავი ქონების სერვისების და უძრავი ქონების შესყიდვით უცხოელი ინვესტორებისათვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 10 წლიანი ოქროს ვიზის მოპოვებაში დახმარება. კომპანიას აქვს პროდუქტი პრიმკო მინთი, რომელიც თავად უძრავი ქონების ტოკენად დაყოფას და ამ ტოკენების სახით რეალიზაციას ისახავს მიზნად. ეს შეიძლება იყოს საკუთრების ფრაქციული უფლება, როდესაც სხვადასხვა პირს ტოკენის შეძენით შეუძლია ფლობდეს სახლის 1/100-ს, მაგალითად 1%-ს, 1/1000%-ს თუ 1/100%-ს. და ის წარმოადგენს რწმუნებას იმაზე, რომ პირი ფლობს ამ საკუთრების 1/100%-ს ან უბრალოდ 1%-ს. მათთან დავდეთ მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო თანამშრომლობას, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოშიც უნდა დაინერგოს მსგავსი ტექნოლოგია, რაც შესაძლებლობას მისცემს უცხოელ ინვესტორებს საქართველოში შეიძინონ უძრავი ქონება, მათ შორის ტოკენიზაციის მეშვეობით. ეს გულისხმობს იმას, რომ ბევრ წვრილ ინვესტორს შესაძლებლობა ექნება იყიდოს საქართველოში ჩამოუსვლელად ინვესტირების მიზნით უძრავი ქონება. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ კიდევ უფრო გახსნილი გახდეს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი უცხოელი ინვესტორებისათვის და ძალიან მნიშვნელოვანი არის იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს როლი, რომ ყველას ინტერესი, როგორც ინვესტორის, ასევე ქონების მესაკუთრეს იყოს დაცული და ყველა ეს ტრანზაქცია რეგისტრირდება ბლოკჩეინზე, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა ტრანზაქცია იყოს გამჭვირვალე და სანდო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ უძრავი ქონების ბაზარი კიდევ უფრო განვითარდეს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 56-მე ყოველწლიური შეხვედრა დავოსში 19-23 იანვარს შედგება და მთელი მსოფლიოდან მთავრობების, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წამყვან ლიდერებს გააერთიანებს. წლევანდელი შეხვედრის თემაა დიალოგის სული. ფორუმს 130-მდე ქვეყნის 3000-ზე მეტი დელეგატი დაესწრება. ფორუმის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით დავოს 2026 სექტორების, ინდუსტრიების, მთავრობების და თაობების უნიკალურ ნაზავს წარმოადგენს, რაც საერთო გადაწყვეტილებების მისაღებად მათივე ინფორმაციით საჭირო მრავალფეროვან ხედვებს უზრუნველყოფს. ოფიციალური მონაცემებით ფორუმის მონაწილეთა შორის არიან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარტნიორი კომპანიების ხელმძღვანელები, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, მაღალი რანგის ოფიციალური პირები, დიდი შვიდეულის, დიდი ოცეულისა და ბრიქსის ქვეყნებიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები. ფორუმზე დასწრება დაადასტურა შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. იქნება თუ არა დავოსში დელეგაცია საქართველოდან, ეს ინფორმაცია ჯერ არ არის ცნობილი. მთავრობის ადმინისტრაციას მიმართვაზე მიიღო თუ არა პრემიერმა მიწვევა BMG-სათვის ჯერ არ უპასუხია. გასულ წელს დავოსი 2025-ზე საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. გასულ წელს მთავრობის ადმინისტრაციაში BMG-სთან თქვეს, რომ მიწვევა არც დავოსიდან მიუღიათ, თუმცა ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობისათვის დავოსში მონაწილეობა პრიორიტეტული არ იყო. ბოლო 20 წლეულში გასულ წელს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე არ იღებდა მონაწილეობას.
საქართველოს ფოსტა დემპინგური ფასებით თანამშრომლობს ჩინურ ტემოსთან. ქართულმა საკურიერო კომპანიებმა ამ საკითხის მოკვლევის მიზნით კონკურენციის სააგენტოს მიმართეს. პარალელურად გამოწვევებზე საუბრობენ ქართულ ელექტრონულ კომერციაში ჩართული ბიზნესებიც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ არიან კრიზისში, რადგან ტემოსთან კონკურენციაში ვეღარ შედიან. საკითხზე წერილი ეკონომიკის სამინისტროს მათივე ინფორმაციით ხვალ უნდა გადაეგზავნოს. ბიზნესი დახმარებას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას მთავრობას სთხოვს. ანუკა ჯოხაძე მოგუყვება უფრო დეტალურად რა ხდება გადაზიდვების ბიზნესში. ქართული საკურიერო კომპანიები საქართველოს ფოსტას ჩინურ ტემოსთან დემპინგური ფასებით თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. საკითხზე მოკვლევის დაწყების მიზნით ბიზნესმა კონკურენციის სააგენტოს უკვე მიმართა. კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩივიან, რომ ჩინურმა პლატფორმამ ადგილობრივი ბიზნესი ძირითადად თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა. პირველ ეტაპზე ის შემოვიდა ბაზარზე ისე, რომ ქართული ინფრასტრუქტურას იყენებდა, თუმცა რაღაც მომენტში მან დაიწყო საკუთარი ჩანაცვლება და ადგილობრივ კომპანიებთან მხოლოდ იმ პირობით თანამშრომლობდა, თუ მაგალითად ძალიან დაბალ ფასს შესთავაზებდა. ეხლაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასი აქვს საქართველოს პოსტას ჩვენი ინფორმაციით მიცემული. ფაქტობრივად დემპინგური ფასი არის და ჩვენ ამასთან დაკავშირებით მიმართეთ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსაც, ვინაიდან თუ ასეთი ფასი არის მიცემული, ძალიან საგანგაშოა იმ შემთხვევაში განსაკუთრებით, რომ საქართველოს პოსტას ვაფინანსებთ ჩვენ გადასახადების გადამხდელები და დაუშვებელი არის, რომ რაიმე მიზნებით, მაგალითად, წამგებიანი ფასით იმუშაოს, გააძლიეროს დაუშვათ საერთაშორისო რომელიმე ონლაინ მაღაზია და ამით ქართველი მომხმარებელი საბოლოო ჯამში და ქართველი გადასახადების გადამხდელი დააზიანოს. საჰაერო გადაზიდვების ტემპის შენელებაზე საუბრობენ კომპანია Skylock-ში, სადაც ტემოს ტვირთებს 2024 წელს აქტიურად ემსახურებოდნენ. ამბობენ, რომ ჩინურმა გიგანტმა გადაზიდვების ჯაჭვი იმგვარად დააწყო, რომ ქართული გადამზიდავების ჩართულობა აღარ სჭირდება, რის გამოც კომპანიების ნაწილში საჰაერო გადაზიდვები შემცირდა. Skylock-ის მმართველი პარტნიორი გიორგი ზუმბაძე BMG-სთან ამბობს, რომ 2026 წელსაც ქართული ავიაკომპანიების საჰაერო გადაზიდვების კუთხით მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ელოდონ. ადრე თუ ჩარტერული რეისების გაგვიკეთებია ჩვენ და გაგვიხორციელებია შარშან ამის აუცილებლობა არ იყო მაგალითად, იმიტომ რომ არც ტვირთი იყო მაგდენი, ეს დაკავშირებული არის ონლაინ ამანათებთან, რომელიც თემოსთან, რომელიც ყველამ ვიცით, რომელიც ჩარტერული რეისებით თვითონ ჩინელები ადრე თუ უფრო ჩვენ მხრიდან საქართველოს ქართული კომპანიები ახდენდნენ ჩარტერული რეისების უზრუნველყოფას, უკვე ჩინეთმა თვითონ დაიწყო თავისი თვითმფრინავები და პლუს ქართული თვითმფრინავები. ზოგადად შეიძლება დარწმუნებული ვარ, საქართველოში შეიძლება ზრდა იყოს საჰაერო გადაზიდვებში, მაგრამ ეს უკვე ქართული კომპანიები აღმოჩნდნენ ამის მიღმა, იმიტომ რომ თვითონ ჩინელების უდიდესი ნაწილი თვითონ ჩინელების მიერ დაფრახტული თვითმფრინავებით არის გადმოზიდული. ჩინურმა ვაჭრობის პლატფორმა ტემუმ პრობლემები შეუქმნა ქართულ ელკომერციასაც და არგობრივ ასოციაციაში ამბობენ, რომ 2025 წელს კომპანიებმა იმაზე ნაკლები შემოსავალი მიიღეს, ვიდრე ეს 2024-ში იყო. ბიზნესი კონკურენციის სააგენტოს, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს გაფართოებულ ფორმატში შეხვედრას და ბაზარზე ადგილობრივი ბიზნესის დამცავ ბარიერებს თხოვს, რის მაგალითებიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უკვე არსებობს. ძალიან არის შემცირებული ქართული ელექტრონული კომერცია, რაც რა თქმა უნდა იწვევს იმას, რომ პირველ რიგში ეს ურტყავს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომელთათვისაც შეიძლება ელექტრონული კომერცია ერთადერთი საშუალება იყო, რომ რაღაცა ბიზნესი შეექმნა. 2024 წლის მონაცემებით ქვეყანაში 15 მილიონზე მეტი ამანათი შემოვიდა საზღვარგარეთიდან და მათი საშუალო მოცულობა იყო 1.4 მილიარდზე მეტი ლარი. რაც ნიშნავს მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი სულ 34 მილიარდი არის და რაც ძალიან დიდი მონაცემი არის. ეს თანხა გავიდა საქართველოსდან, თხოვთ ამ ყველა, ასე ვთქვათ, სახელმწიფო დაწესებულებას უწყებას, რომ ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ჩაინიშნოს და აი ეს პრობლემა, ასე ვთქვათ, ერთობლივ რეჟიმში განვიხილოთ. ჩინური პლატფორმა ტემოს მისამართით მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დააწესა შეზღუდვები. ერთ-ერთი ბოლო რეგულაცია ევროკავშირმა მიიღო, რომლის ფარგლებშიც 2026 წლის 1 ივლისიდან ევროკავშირი მცირე ზომის ამანათების იმპორტზე გადასახადს დააწესებს. ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ 3 ევროიანი გადასახადის დაწესებაზე ყველა იმ ამანათზე, რომლის ღირებულებაც 150 ევროზე ნაკლებია. გადაწყვეტილების მიზანია შეიზღუდოს ჩინური ელექტრონული კომერციის პლატფორმების მზარდი დომინაცია. ექნება თუ არა რეაგირება ბიზნესის მოთხოვნებზე საქართველოს მთავრობას ჯერ უცნობია. ელკომერციის ასოციაცია წერილით ეკონომიკის სამინისტროს ხვალ მიმართავს.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, TNET-სა და TBC ბანკ შორის სავარაუდოდ არსებული ექსკლუზიური შეთანხმებით კანონის დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს ინფორმაციით, მოკვლევა ეხებოდა TNET-ის მიერ ადმინისტრირებულ პლატფორმაზე SUBG-ზე 2024 წლის ზაფხულის პერიოდში განთავსებულ აქციას, რომელიც ვრცელდებოდა მხოლოდ ამ პლატფორმაზე. სასტუმროებისა და განთავსების ობიექტების მომსახურებაზე და მხოლოდ TBC-ის Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში. საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ ეკონომიკურ აგენტებს შორის ექსკლუზიური შინაარსის შეთანხმება არც წერილობით და არც ზეპირი ფორმით არ არსებობდა. სააგენტომ TBC ბანკთან მიმართებით გასცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც სახელშეკრულებო ურთიერთობები უნდა წარიმართოს ისე, რომ პროდუქტისა და მომსახურების მიმღებისათვის არ შეიქმნას გაუმართლებელი ბარიერები, განსაკუთრებით დომინანტური მდგომარეობის პირობებში, ხოლო ექსკლუზიური მიწოდების პირობებში გამოყენებული იყოს მხოლოდ ობიექტურად დასაბუთებულ შემთხვევაში და იყოს პროპორციული. წერია გავრცელებულ განცხადებაში. ტურიზმისთვის გამოწვევა ირანში მიმდინარე ვითარება, თუმცა გავლენა მინიმალური იქნება. ამბობს Galten Tagart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე საქმიანი დილას ეთერში ტურიზმის მიმართულებით საკითხზე საუბრისას და აღნიშნავს, რომ ყველაზე ნეგატიური სცენარის შემთხვევაში გავლენა საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე შეიძლება იყოს 25% პუნქტით შენელება. Galten Tagart-ის შეფასებით, გასული წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 5.3%-ით, $280 მილიონ იყო გაზრდილი და ჯამში ქვეყანამ 2025 წელს 4 მილიარდ 600 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო ამ ინდუსტრიიდან. ლაშა ქავთარაძე აღნიშნავს, რომ მათი შეფასებით 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი 4 მილიარდ 900 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც უკვე გავაჟღერეთ, არის ირანში მიმდინარე სიტუაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ტურიზმის სექტორზე, თუმცა ეს გავლენა იქნება მინიმალური, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თან ირანიდან ტურისტული ნაკადებიდან მიღებული შემოსავლები, მთლიანი ტურისტული შემოსავლების დაახლოებით 2.7%-ს შეადგენდა 2025 წელს. ეს დაახლოებით 125 მილიონი დოლარის ფარგლებში და თუ დაუშვათ ყველაზე უკიდურეს სცენარს, რომ გაჩერდეს მაგალითად ირანი და ტურისტული ნაკადები მთლიანად, ამის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე შეიძლება იყოს 0.25% პუნქტით შენელება. ეს უნიშნელოვანი არის პირდაპირ ეფექტი, იმიტომ რომ ჩვენ სავალუტო ნაკადებიდან მხოლოდ ტურიზმი არის, რაზეც დიდი დამოკიდებულება გვაქვს და არაპირდაპირ ეფექტი, რაც ირანში ასე ვთქვათ, იმ არასტაბილურმა გამოიწვიოს, ეს შეიძლება იყოს მაგალითად საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასებში, მაგალითად თუ ჰორმუზის სრუტე იქნება გადაკეტილი, ხო? და აქაც შეიძლება დაუშვათ, რომ თუ ამის გამო ნავთობის ფასი გაიზარდა, ყოველ დამატებით 10 დოლარით გაზრდა ნავთობის ფასი ჩვენთან გამოიწვევს ინფლაციის დაახლოებით 0.5-0.7% პუნქტით ზრდას. 2026 წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი 18 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 2025 წელს ეს თანხა 17 მილიონ 400.000 იყო. შესაბამისად, ბიუჯეტი ამ წელს 600.000 ლარით არის მომატებული. სააგენტოს ინფორმაციით 2026 წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი 18 მილიონით განისაზღვრება. სტრატეგიულ ბაზრებად რჩება შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. ამ ქვეყნებთან ერთად ქართული ღვინის ცნობადობის ზრდისთვის ღონისძიებები გააქტიურდება კანადაში და სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები განახორციელებენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართველი მწარმოებლები მონაწილეობას ღვინის და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში მიიღებენ. გაწილიერდება მედია კამპანიები და მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობები, აღნიშნავს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე 2026 წლის გეგმებთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ წელს ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების პროგრამები იქნება გათვალისწინებული. კაიროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით 2025 წელს სურსათზე გლობალური ფასები 4.3%-ით გაიზარდა. დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 6.1%-ით კლება იყო. FAO-ს ყოველთვიური ანგარიშით FAO-ს სასურსათო ფასების ინდექსი 2025 წელს საშუალოდ 127.2 პუნქტი იყო, რაც 2024 წელთან შედარებით 5.2 პუნქტით, ან 4.3%-ით მეტია.
გასული წლის დეკემბერში სასურსათო ფასების ინდექსი ნოემბერთან შედარებით კლებას აჩვენებს, რაც რძის პროდუქტებზე, ხორცზე და მცენარეულ ზეთებზე ფასების კლებით იყო განპირობებული. ამან მარცვლეულის და შაქრის ფასების ინდექსის ზრდა ანაზღაურა. წლიური მაჩვენებლის დეკემბრის ფასები 2.3%-ით, ხოლო 2022 წლის მარტში დაფიქსირებულ პიკურ დონესთან შედარებით 22.4%-ით დაბალი იყო. დეკემბერში მარცვლეულის ფასთა ინდექსი ნოემბერთან შედარებით 1.7%-ით გაიზარდა. ექსპერტების აზრით, ხორბლის ფასების მხარდაჭერა შავი ზღვის რეგიონიდან საექსპორტო მიწოდების შესაძლო შეფერხების შესახებ შეშფოთებამ გამოიწვია. მცენარეული ზეთის ფასთა ინდექსი დეკემბერში 2.1%-ით დაეცა და ბოლო 6 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ხორცის ფასთა FAO-ს ინდექსი დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 1.3%-ით შემცირდა, თუმცა წლიურად 3.4%-ით გაიზარდა. ფასები ხორცის ყველა კატეგორიაში დაეცა, ხოლო ყველაზე დიდი კლება საქონლის და ფრინველის ხორცზე დაფიქსირდა. ექსპორტის მნიშვნელოვანი მოთხოვნის და იმპორტის შემცირების ფონზე განსაკუთრებით ფრინველის ხორცი გაიარდა. 2025 წლისათვის ხორცის ფასის ინდექსი 5.1%-ით გაიზარდა და ეს იმპორტის გლობალური მოთხოვნის, ანუ ცხოველთა დაავადებების აფეთქების და გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო ბაზრის გაურკვევლობის ზრდით იყო გამოწვეული. რძის პროდუქტების ფასების ინდექსს რაც შეეხება დეკემბერში ნოემბერთან შედარებით კლება იყო 4.4%-ით. FAO-ს სასურსათო ფასების ინდექსის საშუალო შეწონილ მაჩვენებელს თუ შევხედავთ, 5 ძირითადი სასურსათო ჯგუფის საერთაშორისო ფასების დინამიკას ასახავს ეს მონაცემები და მონაცემები მიუთითებს, რომ 2025 წელს სასურსათო ფასები მსოფლიო ბაზარზე 4.3%-ით იყო გაზრდილი. Goldman Sachs-ის პროგნოზით წელს ნავთობზე ფასები მიწოდების ზრდის გამო დაიკლებს, რასაც გლობალურ ბაზარზე ჭარბი რაოდენობის მარაგის წარმოქმნა გამოიწვევს. Brent-ის მარკის ნავთობზე საშუალო ფასი ბარელზე $46, ხოლო წლის ბოლო კვარტალში მინიმუმ $54 ადგენს. ამერიკული საფონდო ბირჟა ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. S&P 500-ის შეფასება 6986-იან ნიშნულს აღწევს, რაც ერთ წლიან პერიოდში 19.5%-ით გაზრდილ მაჩვენებელს ნიშნავს. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელს მხარდაჭერა სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველებმა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა გამოუცხადეს. შტატების პრეზიდენტი აანონსებს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანთან ბიზნეს ურთიერთობას აწარმოებს, შტატებთან ვაჭრობისას 25%-იან ტარიფს გადაიხდის. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელს მხარდაჭერა სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველებმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა გამოუცხადეს. განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ჯერომ პაუელის წინააღმდეგ შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დაწყებული გამოძიება სერიოზული საფრთხეა ფედის დამოუკიდებლობისათვის და აჩენს მონეტარულ პოლიტიკაზე პოლიტიკური ზეგავლენის რისკს, რაც მკვეთრად დააზიანებს შტატების მთავარი საფინანსო ინსტიტუტის რეპუტაციას და ის უარყოფითად დაისახება ეკონომიკაზე. აღნიშნავენ, რომ პაუელი საკუთარ მოვალეობას ყოველთვის პირნათლად ასრულებდა და საკუთარი მანდატის ფარგლებში მთლიან ყურადღებას საჯარო ინტერესების დაცვაზე ამახვილებდა. გამოქვეყნებულ წერილს ხელს აწერს ინგლისის ბანკის გუბერნატორი, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, ასევე შვედეთის ბანკის გუბერნატორი, დანიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, შვეიცარიის ნაციონალური ბანკის მმართველი, ავსტრალიის რეზერვის ბანკის გუბერნატორი, კანადის ბანკის გუბერნატორი, სამხრეთ კორეის ბანკის გუბერნატორი, ბრაზილიის ცენტრალური ბანკის გუბერნატორი, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ხელმძღვანელი და ამავე ბანკის გენერალური მენეჯერი. Goldman Sachs-ის პროგნოზით წელს ნავთობზე ფასები მიწოდების ზრდის გამო დაიკლებს, რასაც გლობალურ ბაზარზე ჭარბი რაოდენობის მარაგის შექმნა გამოიწვევს. ამ ეტაპზე ნავთობის ფასი შედარებით ზრდას აჩვენებს, თუმცა Goldman Sachs-ის პროგნოზით Brent-ის მარკის ნავთობზე საშუალო ფასი ბარელზე წლიურ ჭრილში $56 ნავარაუდები, წლის ბოლოს კვარტალში კი $54 გაუტოლდება. ამერიკულ WTI-ის მარკის ნავთობზე ბარელის ფასი წლის განმავლობაში $52 არის Goldman Sachs-ის პროგნოზით, წლის ბოლო კვარტალში კი $50-მდე დაიწევს ამავე მონაცემით. Brent-სა და WTI-ზე ფასების ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაცემას ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებში ნავთობის მარაგის ზრდა გამოიწვევს, ვარაუდობს ორგანიზაცია. გლობალური მარაგის ზრდის გამო 2026 წელს დღეში ნავთობის პროფიციტი 2.300.000 ბარელს შეადგენს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბაზრის ბალანსის აღსადგენად საჭირო იქნება ნავთობზე ფასების შემცირება. ეს OPEC-ის არაწევრი ქვეყნების მხრიდან
მიწოდების ზრდა შეანელებს და მოთხოვნის სტაბილურ ზრდას ხელშეუწყობს, აღნიშნავს Goldman Sachs-ი მიმოხილვაში. 2025 წელს Brent-ზე და WTI-ზე ფასები 2020 წელთან შედარებით ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე იყო, ანუ თითქმის 20%-ით დაეცა. ბანკი პროგნოზირებს, რომ Brent-სა და WTI-ზე ფასები თანდათანობით მხოლოდ 2027 წელს აღდგება, რაც ბაზარზე დეფიციტს დაუბრუნდება. ეს OPEC-ის არაწევრი ქვეყნების მხრიდან მიწოდების შენელების და მოთხოვნის სტაბილური ზრდის გამო მოხდება. კერძოდ კი, როგორც Goldman Sachs-ი მიუთითებს, 2027 წელს ბარელ Brent-ზე საშუალო ფასი $48 და WTI-ზე $54 იქნება. თუმცა ბანკის წინა შეფასებაზე ეს მონაცემები $5 შემცირებული მაჩვენებელია. შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ 25%-იანი ტარიფები დაუწესოს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ირანთან ვაჭრობს, სერიოზულ რისკს უქმნის ერთწლიანი სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გასული წლის ბოლოს გაფორმდა. ჩინეთი ირანული ნავთობის უმსხვილესი შემწყიტველია და ამ გზით რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. Bloomberg წერს, რომ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შტატების ლიდერი პეკინში დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლის საფრთხის წინაშე დგას. ორი ქვეყნის პრეზიდენტების აპრილში ჩანიშნულ შეხვედრაზე არის საუბარი, რომლის დროსაც მხარეებმა ტარიფები კიდევ უფრო უნდა დაწიონ მსჯელობის საფუძველზე. ტრამპის განცხადებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ და ოფიციალური პეკინი აღნიშნავს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება არის სარისკო, არაპროდუქტიული და თუ ის პოზიციას არ შეიცვლის, მაშინ საპასუხო ზომებს თავის მხრივ მიიღებს ჩინეთიც. ჩინური კერძო ნავთობგადასამუშავებელი კომპანიები ირანულ ნავთობზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები. ასე იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება. ამ დროისათვის წინ საქმიანი საღამო გეოლდებათ, რომელსაც გიორგი თოლოდავა და ბექა ბაციკაძე გაუძღვებიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამო 7 საათზე დროებით.